დათო კოდუა შემხვდა პარნოვის ქუჩაზე შემთხვევით და ვინაიდან მე მქონდა მასთან გარკვეული პრეტენზიები იმის გამო რომ 2008 წელს დათო კოდუა და ერეკლე კოდუა დაგეგმეს ჩემი დაჭერა ნარკოტიკის ჩადება შემომივარდნენ სახლში ჩამიდეს ნარკოტიკი და დამიჭირეს ამის სანაცვლოდ წაიღეს მთელი ჩემი ქონება გადამახტევინეს 9 მილიონი ლარი ვიყავი დამფუძნებელი ტიფლის დეველოპმენტის 50%-ის გადაიფორმეს ყველაფერი და ესე ვთქვათ წამართვეს ქონება ამახიეს აი ეს იყო მოტივი რის გამოც მანამდე მე შევხვდი დათოს კოდუას და უთხარი რომ ეს ამბავი ეგრე არ დამთავრდებოდა და აუცილებლად სიმართლე უნდა დადგენილიყო და ყველაფერი უნდა დამთავრებულიყო ისე რომ ქონება უნდა დამბრუნებოდა და ეს ლაფი და ეს სიბინძურე რაც მათმა ქმედებამ გამოიწვია ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ აუცილებლად ეს ყველაფერი უნდა დამთავრებულიყო მან არის სურვა ამ ყველაფრის დალაგება რაც მოხდა დღეს შევხვდი შემთხვევით პარნოვის ქუჩაზე და ესე ვთქვათ მომიწია ძალის გამოყენება და ვცემე აი ეს იყო ყველაფერი რაც იყო 1 წლის ბავშვი ჩემი იყო მომსწრე ამ ყველაფრის როდესაც შემომივარდნენ და სახლში დამიდეს ნარკოტიკი მე ამას არ ვაპატიებდი მას არც ერეკლე კოდუას და არც დათო კოდუას ქონების გამო ეს ყველაფერი აბსოლუტურად გადაიფორმეს ქონება წაიღეს 9 მილიონი გადამახტევინეს და ესე დამთავრდა 2008 წელს ეს ისტორია